ღმერთს ვევედრები, რომ დედიკო მალე გამოჯამრთელდეს. სვანეთის მთების ულამაზე შვილს 11 წლის მარიამს დიდი ტკივილი აქვს. მისი დედა ავად არის. ბავშვის ყველაზე დიდი ოცნება საყვარელი დედის გამოჯანმრთელებაა. გონიერი გოგონა ფონდის კორესპონდენტს მორცხვად უმხელს თავის ბავშვურ სურვილებს, რადგან ერიდება დედას ძვირიანი ნივთების ყიდვა რომ სთხოვოს. იცის, რომ მას მედიკამენტები სჭირდება და კიდევ 6 დედმამიშვილი ყავს არჩენი. ამიტომ ბავშვი ოცნებას მხოლოდ თავის წარმოსახვაში პეტავს. ველოსიპედი ხომ ყველა ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს. გამონაკლისი არც მარიამია, თუმცა სამწუხაროდ არ ჰყავს. შესაბამისად ვერ დადის ჭუბერის იმ ულამაზეს ბილიკებზე, სადაც სხვა ბავშვები ხალისით დადიან. როცა ბავშვებს უყურებს, გულში ფიქრობს, როგორი იქნებოდა მასაც რომ ჰყოლოდა საკუთარი ველოსიპედი. მე ვოცნებობ, რომ მქონდეს ველოსიპედი. ჩემს დედიკოს არ ვთხოვ ველოსიპედი რომ ვიყიდეს, იმიტომ რომ წამლებისთვის ფული არ ყოფნის. ბავშვს არც ტელეფონი აქვს, რომ სვანეთის ულამაზეს ხედებს სურათები გადაუღოს და კლასელებს გაუსიაროს. არადა სვანეთის მთების ულამაზის გოგონას ფოტოხელოვნება ძალიან იზიდავს. მე კიდევ ვოცნებობ, რომ ტელეფონი მქონდეს, რადგან ჩემს კლასელებს აქვს ჩატი და მეც მინდა რომ შევუერთდე. სვანეთში არის ძალიან კარგი ბუნება და ტელეფონით მინდა რომ ბუნებას გადავუღო. ფონდის მეგობრებო, ამ კეთილთვარება ბავშვის ოცნებები ჩვენს ხელშია. მხოლოდ თქვენი გულის ხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ბავშვის სევდიან თვალებში ვარსკვლავები ავაციმცინოთ. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მსოფლიოს ყველა ბავშვი იმსახურებს ლაღ ბავშვობას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.